სამაუწყებლო სისტემა რეპორტიორმა ჩაატარა გამოკითხვა თემაზე. რას ფიქრობენ თბილისელები ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე. გამოკითხვა ჩატარდა თბილისის ქუჩებში. რესპონდენტთა აზრი, როგორც მოსალოდნელი იყო, არაერთგვაროვანია. თუმცა მოქალაქეთა უმეტესობა იმედოვნებს, რომ თავისუფალი დემოკრატების კოალიციიდან და საჯარო სამსახურიდან წასვლა სახელმწიფო კრიზისს არ გამოიწვევს. არ ამგონია საქმე ჯერ მთლიანად არ არის არც გახსნილი, არც ერთი მხარეა და დამნაშავე და არც მეორეა ვერ უარყოფს. ამიტომ მგონია ნაადრევად მოხდა ეს საქმე. თუ მივყვებით იმ მოვლენებს, ასაც ახლა პრესიდან ვიცნობ ამ სიტუაციას, ალბათ უნდა მოიხსნა. ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრს არ უნდა მოიხსნა ირაკლი ალასანი ამ პოსტიდან, იმიტომ რომ თუ ეს თავრობა, ეს ხელისუფლება ირჩევს ევროპულ გზას, ირაკლი ალასანი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბირთვი, რომელიც ამ გზისკენ მიდიოდა და მიყავდა ხელისუფლება. თვითონ ფაქტი, რომ ესეთი რაღაცა ხდება, ძალიან ცუდია. მეორე ყველაზე დიდი ცუდი ფაქტი არის ის, რომ როდესაც მინისტრი აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი ძლიერი ფიგურა ესეთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზეა და პარალელურად ასეთ პროკურატურა ასეთ საქმეებს ხსნის თუ ახმაურებს, ეს ძალიან ცუდი ფაქტია ზოგადად. იმის შემდეგ, როდესაც 2012 წელს ქართულმა ხალხმა თავისი არჩევანი დააფიქსირა და ჩემი აზრით ხელისუფლებაც სწორედ ამ გზით მიდის, რომ ევროპული ალიანსი ჩვენს უმნიშვნელოვანესია, ამ დროს აი ამ თავდაცვის მინისტრის ესეთი ძალოვანი ფიგურის განცხადება იმ შესახებ, რომ ქვეყნის კურსი დგას ეჭვის ქვეშ, არ არის ჩემი აზრით მისაღები და სწორი გადაწყვეტილება იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან მისი გადაყენება. ჩემი აზრით კოალიციის დაშლა და ადამიანების საპარლამენტო არჩევნებით ზოგადად აქამდე თუ მივალთ, ჩემი აზრით საჭიროა ქვეყანაში. და თუ იქნება ორი ძლიერი ესეთ პარტია შეგნით, მას პოლიტიკური მოსალმები უბრალოდ ქვეყანას არ აწყობს არც ფინანსურად, არც გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტიციების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. მე სწორად არ მიმაჩნია არც ალასანიას წასვლა ხელისუფლებიდან და ამ შემთხვევაში არც მისი პარტიის სხვა წევრების წასვლა. მე მჯერა ბატონი ირაკლის აღიაზრი გაიმარჯვებს მასში კვლავ და არ მგონია ნაციონალურ მოძრაობთან მან კოალიცია შექმნას ან ალიანსი გამორიცხავ ყველანაირად. არ მგონია აბსოლუტურად სულ სხვა საფუძველზე შექმნილები არიან და არ შეიძლება მაგათი გაერთიანება, როგორც წყალი და ზეთი ვერ აერევა ერთმანეთში, მგონი მაგაინც ვერ აერევიან ერთმანეთში. თუ გავითვალისწინებთ მათ პოლიტიკურ წარსულს, როდესაც ისინი ერთად იყვნენ და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისინი დაახლოებით ერთი და იგივე იდეებს იზიარებენ, ერთი და იგივე პოლიტიკური და იდეოლოგიური შეხედულებები აქვთ, აქედან გამომდინარე არ გამოურიცხავთ, თუმცა მე მაინც გონია, რომ ალასანიას პარტია ეცდება, რომ დამოუკიდებლად გავიდეს ამ შემთხვევაში ფონდს. აბსოლუტურად განსხვავებული, რაც გარკვეული საკითხები შეიძლება იყოს, რაც თანამშრომლო, კერძოდ უფრო დასავლეთისკენ ორიენტაციის თვალსაზრისით ისე დანარჩენი, რაც არ ამგონია, რომ გაერთიანდება. დღევანდელმა გამოკითხვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დედაქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი 2012 წლის არჩევნებში დაფიქსირებული შედეგის ერთგულია და სწამს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.